რა გინდა? ბუერა. ბუერა, რა გინდა დედასი? რა უძიმობალამაზო. აგე შენ დედა. ჭამს მიირთმევს. შენც გაქიქ, აგე შენთვისაც დავაგდე იქ პური და შენ კიდე არ გინდა. რატო? ეს რა გდიაკ? რატო არ გინდა? რატო არ გინდა დედას პატაცინა? რატო არ გინდა? ყავა ნახეთ, როგორ გამოვიტანე და როგორ მიდგა მოდუდღნული. კითხაობა შეიძლება 9 პირზე 9-9-ნაირად. ყველგან ახატებია. დილამშვიდობის იგივე ადგილიდან, იგივე სიტუაციიდან, ეს რაც უდათა ჩანს რა. ვერ გავწმინდე, უბრალოდ გავწმინდე და არ გაეცალა. ტკბილია მის ხმული. ნინო მაგიდას ბურთი მიარტყა და წვენი გადაისხა. კაცდაკაც. ეს საღებავი აღარა მაქვს რო გადავღებოდა, რანაირად ავუშვებო. ეს კიდე ამას კიდე იქით ვერ გავწევ. აქ საკითხი. მოდი ესე დავწდები ცოტა. მოდუდღნული ადგილი დავმალოთ. ესე ჯობია. როგორც ეთყობა, ხედავთ, გრილია მინდია, არ არის მზე. წუხელ წვიმდა, გაგიკვირდებათ და ნეტა როგორ მოახერხა და წვიმდა. ხოდა. გრილა რა, არცივა, მაგრამ გრილა. სხვა შორის კანი მეკავება მეთქი წინაზე ხო გითხარით. და აი ზუსტად ამ პერიოდში თურმე იმაძე არ მქონი, იმიტომ რომ რაღაცა სხვა სიმპტომები მაქვს. კანის ქავილი ორსულობის დროს, მithumetes ბოლო ტრიმესტრში იცისო და ვდგავარ და ესე თან ისე იმაშვები, რომ არ დავიგაზო, არ დავითითხნო და არა დავიმუწუკო, რომ ბანკეტზე და დამხაჭებული ხო არ წავა. თითქოს ფეხზე მინდა გადადება და ვერ ვიდებ. დავიტანჯი ხანაკეთ ხალიკით. თეთრი ბუსუსები დაფრინავს, სადღაცას ახაქვე ახლო არა, მაგრამ რიყისთან არის ისინი. ვერ ხვი. თეთრი ლაშქარი დაფრინავს. საკაც დამიღია. არ მიაქციოთ ყურადღება. ეხლა წავიდნენ სკოლაში ლაშა და ბარბარე. ბარბარესთან დღეს გამოცდა იმაში ისტორიაში და გუში მთელი დღე ხან მაღლა ხან აქ ხან იმაზე რა ქვია პლოშატკაზე ბილეთებს ასწავლობდა და დილასაც 6:15 წუთი იყო ვერ ჩამოვედი დაბლა და კინოგულგამფიტკაც დაბლა იყო. რა იყო შვილო ისე ბილეთებს იმე ანუ გუში ყველა ისწავლა ისედაც ნასწავლი ჰქონდა ის საკითხები და რაღაც მაგრამ ხო იცი ბილეთები ცალკე შემოკლება ის რაღაცა და გუში გვიან უწებოდა და დღეს ხო მთელი დღე სწავლობდი მაგრამ მგონია რომ არაფერი არ ვიციო და დილას გადაიმეორებ მეთქი და ხო იცი დილის ის ყველაზე კაია ნასწავლი მე დილ თუ სწავლობდი ხოლმე ყველაზე კარგად მახსოვდა და წავიდა მაინც ზოგს კი აქ ხოლმე ის განცდა რომ ესაო შენ რა გედარდება მაინც ისე დაგიწერენ აი ხო სისულელე ლაპარაკია მაგრამ 21 საუკუნეში კიდე მაგას ეუბნებიან მასწავლებლის თუმცა მასწავლებლის შვილობა ცოტა ისეთი თემა საპასუხისმგებლო და ოდითგანვე იყო ხოლმე ეგეთი რაღაცა დამწვრისუნია მე არაფერი არ მიდგა მეც მყავდა კლასში მასწავლებლის შვილი ბიჭი მაგრამ რა ვიცი არა მგონია ვინმეს აზრად გაევლო რომ იმას ნიშანს რატო უწერდნენ იმისთანა იყო რომ ჰაერში იჭერდა იყო რა და არის კიდევაც იმისთანა რომ ინფორმაციას და შეეძლო სიტყვაზე არც გადაეკითხა მაგრამ იმისთანად მოეყოლა რაღაცა რომ რა მე ყოველ შემთხვევაში განცდა არ მქონია რომ ის მასწავლებლის შვილი იყო და იმიტომ უწერდნენ
ერთხელ იოანეზეც ესე თანაკლასელმა თქვა ეხაც უთხრეს წინაზე რამდენიმე დღის წინ ლაშას გამოცდა ქონდათ მოქალაქეობაში და უთხრა ხო რა ერთმა ან ორმა რა ვიცი შენ რა გენაღლებაო მაინც ესე დაგიწერსო და ბარბარის დაქალებსაც ეგ უთხრა შენაო იმ შვილის დაქალი ხარ მეგობრები ხართ თქვენო თქვენ ისე დაგიწერთ ხო და ადრე იყო ეგ მომენტი რა რომ იოანეს არ მახსოვს საკონტროლო იყო შემაჯამებელი იყო თუ რაღაცა მოკლედ კაი ნიშანი ეწერა და ერთ-ერთმა გამოთქვა პრეტენზია რა რომ ანუ მეც ასევე დავწერეო თუ მეც იგივე საკითხი და მოკლედ რა ანუ ხო და მასწავლებლის ყურამდე მივიდა მე მგონი ქიმია არ მახსოვს მასწავლებლის ყურამდე მივიდა და არაფერი არ უთქვია საერთოდ ბავშვისთვის ორივე გამოიყვანა ანუ რატომ მაქო მე დაბალი ქულაო თუ რაღაცა ეგეთი და იმ საგნის მასწავლებელმა გაიგო გამოიყვანა და ორივე დაფასდა და კონკრეტული ერთი რაღაცა მისცა ორივე მოგააკეთეთ ნახევარდაფაზე შენ და ივანემ გააკეთა იმან ვერ გააკეთა უბრუნდა და უთხრა აი მაგიტოო და იმის მერე სხვა შორის იოანესთან რა მსგავსი აღარაფერი არ ყოფილა მაგრამ ბარბარი ამთავ იოანესთან იყო პატარა კლასში აი რა ვიცი რომელ კლასში მე 7-ე ბარბარი გადადის მე 11 კლასში ჯერ კიდე აქვთ ეგ ზოგს იოანე 10-ზე დაამთავრა და ნუ ეხა ბოლოს კი ხო იცი პასუხისგებლობა ჰქონდა ოღონდ ეგ ჰქონდა ყოველთვის რომ და მასწავლი მისულიყო დაახლოებით მეორე კლასში ვიყავი რომ იყო იოანე მეორე კლასში რომ მე დავალებები აღარ შეუმოწმე ოღონდ ვუთხარი რომ აი გენდობი თუ შენ ამას უღალატებ განძნელია ისე ნდობის მოპოვება თქო და აი გენდობი რომ არ შეგამოწმებ მაგრამ მეზარებოდა ნინო პატარა იყო მაშინ რა დაიცალკე რომ იოანე დამიჯდებოდა და მოდი დედა ჩაგაბარო რომ ეტყოდა ცოტა ხვდებოდი და ეს ნდობის ის მოვიგონე ნდობის ტესტი მოვიგონე რომ ეთქი გენდობი შვილო აი ნახე როგორ გენდობი და გამართლა სხვათა შორის არასოდეს არ წასულა ნუ აი იყო რაღაცა შემთხვევები რომ აი რო დავიწყებია თვითონვე რა აი თავიდან რომ მოვარდე რამდენჯერ მოგვსვლი ეგეთი რაღაც და იქვე რო უსწავლია ოღონდ ისი არ მისულა რომ არ ცოდნა ხო ხა დიდობაშიც პასუხისგებლობა ქონდა იმისა რომ მასწავლებელი რო აყენებდა ამ ხელა ბიჭა უნდა ამბირი იყო და არ ვიცი მასწავლებელი ყარი თქვა ანუ ბოლომდე გავიდა ნდობით და ბოლომდე მიდის ამ ნდობით რაღა არ ვთხოვდი რომ მაინდა-მაინც 10-იანი უნდა მიეღო არც ამათ არ ვთხოვ მაგრამ იოანე 10-იანებზე დაამთავრა ბარბარეს აქ სიზარმაცის მომენტი მაგარი მუშაარი აი თუ დაჯდა და ისწავლა რა ვიცი არც ამითი არც ნინოსას არ ვამოწევს სინამდვილე რომ გითხრათ მაგრამ ერთიამდეჯერმე წავიდა ისე რომ უი და მავიწყდა არ ვიცოდი რომ ვუთხარი რომ მეთქი რატო არ ქონდა დავალება ან რაღაცა ეგეთი და მაშინ ეკეტება და იცის რომ პერიოდულად ვამოწმებ მაგის გამო და არ ვაძლევ მაგის უფლებას არანაირად ხო და ბარბარეც მუშაარი რა აი შეუძლია რაღაცა მაგრამ ხან წაუძარმაცებს თავარია ის იყოს რომ გქონდეს პასუხისგებლობა რა ყველაფრის მიმართ ხო და მაგას ვამბობ ერთი სიტყვით სწავლაში რა იოანეზე არ გამჭირვებია საერთოდ ძალიან კარგად აითვისა ყველაფერი იგივე ბარბარეზეც და ნინოზეც მათემატიკაში მეშინოდა ხოლმე იოანე მე შარშარ მე 11 კლასში რაღაცა დავალებას რომ დავინახავ რომ მათემატიკის დავალება მოგქონდა და მე ძალიან მიყვარდა მათემატიკა აი უზომოდ მასწავლებელი ხო საერთოდ მათემატიკის და ვერც ერთი შვილი ვერ დავამთხვიე სხვათა შორის რომ ნელი მასწავლებელმა ასწავლოს თუმცა ეხა იოანეს საგამოცდოდ ნელი მასწავლებელი ამწადებს სკოლაში არ ასწავლის
ჩემი მასწავლებელი იყო და სამიდან ვერც ერთივე და მეოთხე უნდა დავამტყვიო რამენაირად. პიროვნება არის პიროვნება თვითონ. და რაღაცას ვამბობდი და დამავიწყდა. ხო, მათემატიკის დავალება მოქონდა და შორიდანვე რომ აი მე ხარ რომ ვერ გაიხსენე ხარ როდის მე დავამთავრე და ეხლა დიდად აი მე-11 კლასის მათემატიკა მეთქი კარგად მახსოვს მოგატყუებთ. რომ დამიდო დეო აი ესე ვერ გავიგეო აი ეს და ბედად გეომეტრია ძალიან მიყვარდა და რაღაცა ისეთი ნახაზები იყო რომ აი რაღაცა ის ხო და რო დავიწყე ივანე მე მგონი ეს ხო აი ხა გამახსენდა და წაიხო გადავრჩი ანუ გამიკვირდა მეც ვახსოვდა რა რაღაცე და ბარბარეს თუ რამე გაუჭირდებოდა ხო ბარბარეს მაგალითად ინგლისური გაუჭირდა უზომოდ ივანემ რომ ინგლისური ისწავლა პირველ კლასში მეორე კლასში რომ მივიდნენ ზოგადად ივანეს სხვა სტილის ბავშვი იყო პატარობიდან აი ახლა ორი ცალი ესეთი დიდი ზომის პულტიანი მანქანა აქვს რომელიც ბევრჯერ მინახებია თქვენთვის ოთახში უდევს ერთი ესი არ გაუტარებია არ უთამაში არასოდეს მანქანებით და თოფებით არასოდეს იმიტომ აი ხელუხლებელი მანქანები უდევ მაგის საყვარელი სათამაშო იყო პაზლები და მათემატიკის წიგნი ოღონდისა მათემატიკის წიგნი არა ქართული ოცნების წიგნი იყო ხა ოცნებაში არავინ დამადანაშაულოს ოცნების ტიხარო თუ რას სახე რა დამწვარი ბოლის რაღაცა სქელი წიგნი იყო არ ვიცი ეს იყო რამდენი წლის 15 წლის წინ სადღაც რომ თუ რა გააკეთა ოცნებამ რატო გქონდა არ ვიცი ოღონდ კი არ გვედოწინდებში ივანე თამაშობდა არ ვიცი შეიძლება ლიანა მოუტანა იმ და რატო 400 გვერდიანი 400 ფურცლიანი იყო ხო თუ 400 გვერდიანი იყო და ამას შლიდა შიგრა ეხატა იმის არ აინტერესებდა იქ ხო გვერდები იყო დანომრილი რა და 2 წლის ზემოთ უკვე 3 წლამდე არ იყო ჯერ კიდე ბაღში მისული 1 2 გადაშლა მე ამოატრიალებდა და 400 399 და უკუღმა მე 2 როლს აშლიდა 2 4 6 მე 400 აი მე თელი დღე ციფრების ხმა მესმოდა ეხა ბუღალტერიაში მეგონა თავი საბუღალტეროში თუ როგორ აქვს და თბილისში თუ მივდიოდით ხოლმე ძალიან უყვარდა როდესაც შუქნიშანთან გავჩერდებოდით და 40-დან უკან რო ითვლის შუქნიშანი ვაი მე ეგ იყო მაგისტვის ბედნიერება ხო და ნუ სხვანაირად უყვარდა რა მათემატიკაც და ინგლისურიც თავიდანვე უყვარდა და საერთოდ არ დასჭირებია ის საერთოდ კარგად აუღო თავიდანვე ალღო და ბარბარეს ყველა საგანს გაყვა და ხო და მაგას რომ პირველ კლასში რომ მივიდა და ინგლისური რო ისწავლა მეორე კლასში რომ მივიდნენ ინგლისურის მასწავლებელმა თავიდან გადაავლებინა ამბანი თავიდან გაატარებინა და მე მგონა რომ რაღაცა სტილია ეგეთი და კარგი იყო ეს იმიტომ რომ პირველ კლასში ნასწავლი ინგლისური ქართულადაც რომ მაშინ სწავლობენ ცოტა უჭირდა ბარბარეს მაგრა გაუჭირდა მეორე კლასში რომ მივიდა ბარბარე და ახლა ველოდები რომ ინგლისურის თავიდან უნდა გაიაროს რა თავიდან ტექსტებია აი მე ბარბარე როგორც აი ბატი ეგეთი ზის ვერა არაფერი ასუ არ იცის როგორ არის ხა რაღაცა ასოებს ცნობს მაგრამ ანუ ეხლა ვფიქრობ ამისი ის რომ მეორე კლასელი ბავშვი მივიყვანო ინგლისურის მოსამზადებლად მეთქი ან მე არ მიმაჩნია ნორმად არ ვიცი ვისთვის როგორ მაგრამ ნორმად არ მიმაჩნია როდესაც სახლში ვარ დედა მე რა არ ინგლისური არ ვიცი ინჩიბინი რო ხა იმებსა ვცნობ და მართლა ეხლა წაკითხო და რაღაცა შეგიძლია მაგრამ ჩვენ 90-იანებს კიდე სხვანაირად გვეშინოდა მასწავლებლებს ეს ერთმანეთს უკან რომ ისხედით ესე რომ მასწავლებლებს არ დავედახთ ეგ მომენტი ქონა ინგლისურზე არ მიყვარდა ინგლისური ვერ ვიტანდი ინგლისურს აი ზულდა თუმცა არ უნდა რავი უნდა მესწავლა რა თუ არა რავი ეგრე იყო არ მიყვარდა ხო და აი მე ხავ ფიქრობ რა რომ ეხლა მივიყვანო ეს ინგლისურზე იმიტომ რომ
მეორე კლასელი ბავშვი ინგლისურს როგორ მივიყვანო? აი ესე გადმოვიღე პირველი კლასის წიგნი. ზუსტად 2 კვირა დამჭირდა, რომ ბარბარეს აეთვისებინა ამბანი და ივანეს დახმარებით ნენლა კითხვა რაღაცა ზუსტად 2-3 კვირაში დაეწია ბავშვებს, რომ ის დონემდე მისულიყო, რომ კითხვა შესძლებოდა და გაყოლოდა მასწავლებელს რა. ის კი არა, რომ აი უნივერსიტეტში აებარებინა, არა, რაღაცა ძალიან მცირედი ვასწავლეთ ივანეს დახმარებით. რაღაცა რო უჭირდა, მე ივანე ძალიან მართლა კარგად იცოდა ინგლისური და აი მაგაში რომ ბარბარის რამე სჭირდებოდა ხოლმე, ივანე იმაშვებოდა. ხო და თავი ნინო მიბრაცულობს თავისთვის რა საკეთებ კაცბა. წერს დაეწყო ნინოს ნიშნები მეორე სემესტრიდან და ისეთი ლამაზი რვიანები აქვს ჩაციკციკებულ დედაენად. მაგრამ მათემატიკა ნინოსთვისაც ის არის პრიორიტეტი. ბარბარე ყველა საგანში ერთ დონეზეა. არა, არის რაღაცები რაც უყვარს, მაგრამ აი გამორჩეულად რომ ძლიერი იყოს, აი მაგალითად იმაში მათემატიკაში იოანე და ნინო არიან ეგრე. ამიტომ ბარბარე ახლა ვიარჩევს საგანს, რაზე ჩავაბარო, რომ მათემატიკა არ სჭირდებოდეს. ხო და რა ვიცი. მე ნერვიულება მოკლედ ეს 2 კვირა. სანამ მოვა ივანეს პასუხი გპ-დან. აიმე. უკაცრავად ხვალგიში შეგიძლიათ ჩახვიდე დაბლა? ჰა? ეგრე. რატო იცი? ის რო ხა თავის თავში დარწმუნებულია და მაგიტომაც ჩააბარა და რაღაცა, ეგ ხო. ის რო კმაყოფილი გამოვიდა იქიდან, ეგეც ხო, მაგრამ წარმოიდგინეთ არქიტექტურას უბრალოდ ხელის წამოსაკრავად არავინ არ ჩაწერს, რომ მოდი თავარია რაღაცა გავავსოთ ჩვენი ჩამონათვა. არქიტექტურა არ მგონია ვინმეს ჩაეწერა ეგრე. და ზუსტად მგონია რომ ძალიან ძლიერი ბავშვები არიან ყველა. და 1700 ბავშვი. 1700 ბავშვიდან 200-იც არ არის, სადაც 160 ბავშვი უნდა ჩაირიცხოს. ანუ 1500 ბავშვი რჩება გარეთ. ანუ მაგ ფაკულტეტის გარეთ. და მგონია რომ აი ყველა ძლიერი ბავშვი არის და თვითონაც გაუჭირდებათ არჩევა. ძლიერებს შორის ძლიერები უნდა ირჩიონ და ხა იმაში რომ ხო ივანემ კარგად იცის და რაღაცა, ხო, მაგრამ რამდენი ძლიერი ბავშვია წარმოიდგინეთ თქვენ ახლა იქ. და რამდენმა ძლიერმა ბავშვმა გაიარა ეგ ყველაფერი. მაგიტომ ეშინია უფრო რა, რომ ბევრი ბავშვია, რომელიც მაგამ ბავშვი ძალიან მაგარი არის. კი უწერია სხვა საგნებიც, ანუ ეროვნულებზე, ეხლა გპ-დან თუ მოვიდა, რომ არა, რაც ჩვეულებრივად ეს არის, რა ქვია, დასაშვები, იმიტომ რომ წარმოიდგინე 1700 ბავშვიდან 160 ხდება, 160. შვილო, ჩაი ცოტა ხეთაბლა. თუ მოვიდა დადებითი ხო, რავი, 99% უკვე იქ არის და ჩაბარებულია, იმიტომ რომ ეროვნულები მაგ მომენტში როგორ არ არის მნიშვნელოვანია, მაგრამ უკვე იქ ახარ და ეგ გამოდის. მაგრამ აი ეს მომენტი არის, რომ ძალიან ბევრი ბავშვია და შეიძლება დასაშვებია, რომ ძალიან ბევრი და ძალიან ძლიერი ბავშვები არიან, დასაშვებია, რომ მომდის უარი. ჩვეულებრივი რეალობაა ეგ რა, ის არა მაქვს ფანატიზმი, არა, რასამ თუ იოანემ უნდა ჩააბაროს, რა სიწაფე, რამდენი ძლიერი ბავშვია, რამდენი უმაგრესი ბავშვი. ხო და თუ მოვიდა უარი, მაგ შემთხვევაში გპ-ის არქიტექტურა გამორიცხულია, იმიტომ რომ თვითონ გპ-ი
დაგბრაკა ასე ვთქვათ. საუკეთესოები და საუკეთესოები აირჩია. და მაგ შემთხვევაში აზრი აქვს ეროვნულებს, რაც სხვა ისინი უწერია უკვე ფაკულტეტები. ზუსტად საერთოდ აღარ მახსოვს რა უწერია. აზრზე არა ვარ რა უწერია. ერთი მახსოვს, რომ ჯავახიშვილიც უწერია რაღაცა ეგეთი დიზაინის მხრივ. ხო, დიდად უნდოდეს მეთქი ეგ ანუ გარესივცის დიზაინი რა ქვია. მავიწყდა. გპ-ი კიდე უწერია IT-ს გონი. და თუ რაღაცა იცი რა სიტუაცია გპ-ის 160 კაცი ხომ უნდა მიიღონ სიტყვაზე რა, ეხლა ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ აი მაგდანია 160 კაცი. 160 ბავშვი კაცი რას გადავეკიდე. 160 ბავშვი ხომ უნდა მიიღონ ამ კონკრეტულ იმაზე. მაგრამ მომავალი ფაკულტეტიდან სემესტრიდან თქვა სხვაგან მოხდა, ანუ სხვა იმაზე მოხდა რა, აი მაგალითად IT-ზე. მობილობით შეუძლიათ, ანუ მობილობით არის ადგილი რომ შეხვიდე იგივე იმაზე და მაგის შანსიც ძალიან დიდია. ასე რომ წინასწარ წარმოდგენები და რაღაცა არა, ძალიან რეალურად მიუყვებით ყველაფერს და ნახოთ რა იქნება. მართლა არ მეგონა რომ ეს ფაკულტეტი ესეთი იქნებოდა. მერე კათა ჭიკჭიკები რა, აი ჩიტის ხმაზე ვგიჟდები. სადაზის. აი მერე კარგი. აი ჩიტი რომ ხმას ამოვიღებ, მაშინ ხვდები რომ გაზაფხული მოვიდა ხო. ეხლა კი არა გქონია გაზაფხული. ერაფრით ვერ მოიყვანა მაგ ჩიტმა, მაგრამ მაინც. ესე იგი დღეს სამსახურში მივდივარ. არ დავაწყდეს. უცბად გამახსენდა. 11:25 წუთია. დღეს მივდივარ სკოლაში, მე-4 კლასის გამოსაშვები უნდა გადავიღო. სამსახურში მივდივარ. აი მე კიდე კაი გამახსენდა, ხალხო, ვერ წავიდოდი, ეგ დავჩებოდი. უნდა გადავიღო. ესე იგი, დღეს ეგ მომენტია. ხვალ არ ვიცი რას ვაკეთებ, მაგრამ ხვალ შაბათია. ზეგ თბილისში მივდივართ მე და იოანე. იოანემ უნდა შეიჭრას თმები. მე უნდა ვიყიდო ვარდები. იოანეს თანაკლასელისთვის. და უნდა წამოვიდეთ ეგრევე, ანუ ძალიან პატარა საქმე გვაქვს რა მოკლედ. ეგ ერთი. ორ შაბათს დილის 8 ნახევარზე მე უნდა მივიდე რიტასთან თმაზე და მაკიაჟზე და სადღაც იმედი მაქვს ცხრისთვის გამომაგდებს და გამომიშვებს. და შაბათს არის ბანკეტი, ხო? უირა გადავწყვიტე, ეხლა მიყურეთ. ხო მივდივარ, ანუ არყიანი ფლოსტები არ ჩამიცვია, ჯერ ფლოსტები აღარ და ნასკები და ფეხსაცმელები. უნდა იქ ჩავიცვა, ხო? ხო და მეორე თემა რა გადავწყვიტე. ნუ სკოლაში არის ეზოში სკამები, რაღაცა ჩამოვიჭიდე, იმიტომ რომ დიდი ხანი ვერ დავდგები, დიდი ხანი ჩვეულებრივ ტაპკებითაც ვერ ავდგები ხოლმე, იმიტომ რომ ფეხმა თუ წამიჭირა ხოლმე ვერ ამაგს. ამიტომ შატომუხრაში კიდე ვიდაქსოვს იქ, ხო, იქ ხო უნდა იარონ. ჩემი მამა მამთილმა. ხო იცით წინაზე რაც მოიტან. ანუ მე საკუთარი სკამით ვიმოძრავ. მართლა გეუბნებით, ეს თუ ტყუილი იყოს, გეფიცები, ჩავაგდებ. სავარაუდოდ ჩემი მაზლი წაგვიყვანს ხვიჩა. ჩავაგდებ ამას იმაში. როგორც ჩანთას გადავიტან, ისი აემას გადავიტან. სადაც მომიდება, იქ დავჭდები და თუ ვერ გავძლებ ნახა. აი ეგრე. ნახაც. თავი არ ჩამიწყდეს. არა ძალიან მაგარი რაღაცა არის. მართლა მიმაგ, ხუმრობის გარეშე მიმაგ. იმედი არ დამავიწყდება, არა მართლა უნდა წავიდე. დღეს კიდე ის არყიანებს ჩავიცმებ რა, ანუ არ მიჭერს, მაგრამ მაინც მოჯდეს ფეხზე. ხო, კიდე რაღაცა უნდა მეთქვა. მოკლედ ორ შაბათს ბანკეტს რო ჩავამთავრებ, სამშაბათიდან შეიძლება ვთქვა, რომ დავამთავრდა. ყველაფერი მოსჩა და უკვე გადავერთვებით. სახლზე სავარაუდოდ უკვე მალე მოვა კარები.
იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ მოვასწროთ გარეთა ოთახის გაკეთება. და უკვე შეგვიძლია სკოლის საზრუნავი და ბანკეტ ბოლოს არის საზრუნავი, რომ გასული იქნება, უკვე პატარის მოლოდინზე ვიზრუნოთ და რაღაცები შევიძინოთ. ეხლა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. სანამ ეს ბანკეტიც არ მორჩება, საერთოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ვერანაირად. წავედი ახლა. ხო, ბოლოს კიდე. რამდენჯერ ბოლოს ავთქვი, მაგრამ მაინც. დღეს სავარაუდოდ უკვე დევს საიტზე, რასაც ვუყურებ სერიალს ეშრეფის სიზმარს. ბოლო სერია არის, მაგით დამთავრდება ეგ ფილმი. დამთავრდა. გამოსულია სერიალი, უბრალოდ დღევანდელ დღეს ან პარასკევს იდება ხოლმე სერიალი ორ ნაწილად. დილით არის ხოლმე ერთი ნაწილი გადათარგმნა, საღამოს მეორეს თარგმნია. ხო და სავარაუდოდ ორივე გადათარგმნეს, ახლა ორივე ნაწილი, მაგრამ ცოცხალი თავით არ მინდა ყურება. უბრალოდ უნდა უყურო, რომ მე მგონი წელიწადზე მეტია უყურე, თუ არ ვწდები. და თან როგორ უყურებ, რომ ცოდნოდა რომ დამთავრებული არ იყოს, საერთოდ არ ვუყურებ მაგას. თან რო იღებენ და თან რო ელოდები და აი გარშემიძლია. მაგრამ უნდა უყურო, სხვა გზა არ არის, მაგრამ ხალხო, ვისაც ეშრეფის სიზმარი არ დაგიწყიათ ყურება, არ უყუროთ. იმიტომ რომ ხა ბოლო სერიალზე ამოწყვიტეს ყველა. აი მაგ დროს რეჟისორის დაჭერა და ხო შეიძლება ისე ხო თელი სერია ბრახ თოფები და რაღაცები. ხო შეიძლება ჰეპი ენდით დაამთავრო. თავარ გმირს რო კლაო. და გამახსენდა ვისაც გაქვთ ფილმი ნანახი ველური თაფლი. თურქული ფილმია, ძალიან მაგარი ფილმია, ზუსტად ეს ბიჭი გამოდის, რომელიც აქ აი იგივენაირად დაამთავრეს. როგორ არ მინდა ყურება ნეტა ნახოთ, მაგრამ უნდა უყურო, რა უყურე. ბოლო სერიას ხო და უყურო. ამოჟლიტეს და ამოხუხეს ყველა. ჯანტე. ეხლა რას ვაკეთებ დღეს? სუპი მაქვს. დილით არაფერს არ გავაკეთებ, საჭმელს არ ავყროლდები, იმიტომ რომ უნდა წავიდე. ხანდელ დაბანილობას არ გადავაგდებ იმაში. წყალი მოგდის ისე გუშინ ყველაფერი ავავსე, წყალი ისე მოდის. რა თვალი არ იცეს. და მთავარი გუში დავრეცხე და გუშინწი როგორ დავრეცხე? ხო, გუშინც აღამის და გუშინაც ხო დავრეცხე, რომ არ იქა წყალი უნდა და ყველაფერი თეთრი ნასკები ხელით დავრეცხე, გამოვხარშო ხოლმე და რაღაცა იგი დავრეცხე და წარმოიდგინეთ 1-6 ჯერ დატრიალებული 10 კილოვანი მანქანა რამდენი სარეცხი იყო. თან დავაშრე გუში, დაშრა სულ, იმიტომ რომ შუა დღის მერე კაი მწველი მზე იყო და კარგად ისაკ. ერთი დასაუთოებელი არა მაქვს. დედა უტირეს სულ. აი ეგრე. ეხლა სარეცხი მაქვს, არც უთომა. აი ეგრე. აბა, ძნელი იყო? არ იყო ძნელი, როცა თარასასაცილო ვიყავ, იცი? ის კალათა ხო მაქვს საუთოებელი, რომელიც ცარიელია და ეს ტანსაცმელი რომ შემქონდა და ესე ვალაგებდი, კეცავდი რომელსაც და უთო უნდა და რომელსაც არ უნდა და იმ კალათაში არც ერთი არ ჩავიგდი, იმიტომ ეხლა ვფიქრობდი, ეს უაკ ჩავაგდო, უეჭველი დავტოვებ. კალათა გავწიე იქით და შევიტანდი რაღაც პარტიას დასაუთო იმისას, გამშრალი საწყის, გადავკეცავდი ეს ამას უთო, ამას არ უნდა, ამას უნდა, ამას არ უნდა და რომელსაც უნდა და იქვე ვაუთოვებდი, ანუ არ დავტოვე და რა მაგარი ყოფილა. კალათაში არ ჩავაგდე ცოცხალი თავი. აი ეგრე არაფერს საქმე არა მაქვს, როგორ არა მაქვს ისა, დღესაც უჩავთავ მარტო. და გამოვწვე და თუ არ დამეზარა, სანამ წავალ. თანამედიც ისეთია მზი არ არის და არაწვით თავარია ეგ არის. წავედი. აბა ჰედა აბა ხო. ხო გუშინ კიდე ის დავწერე, ვაი მე რამდენჯერ შემოვტრიალი. გუშინ დავწერე პოსტი. იმასთან დაკავშირებით. ძაღლთან დაკავშირებით, პატარა ჯიშის ძაღლთან დაკავშირებით. მინდა არ ვიცი რატო ავტყდი. ოღონდ მინდა პატარა ჯიშის. გამომიგზავნის რამდენიმე მის, მაგრამ არის ჩვეულებრივი ზომა, პატარაზე დიდი. ეგეთი არ მინდა, პატარა მინდა, ბაცაცოსნაირი მინდა. და მამალი. კოკერი შემომთავაზეს, კოკი სპანიელები რო არიან, მაგრამ ძალიან მიყვარს ეგ ძაღლი, ძალიან დებილი და ძალიან საყვარელია.
მაგრამ ქათამი რო დაიკაკანებს ალბათ მე და ეგ უნდა გავურბოდეთ რომელი პირველი მიასწრებს კვერცხსა რომელი ავიღებთ კვერცხს და შეიძლება კვერცხები ავიღო და იმან ქათამი ანუ ქათმებთან და კვერცხებთან ცოტა ისე ლაითად ისეა რა ეგ ძაღლი ასე რომ ეგეთი არ მინდა წავედი ხა რაღაცემდე უნდა წავიდე 10 წუთია მივდივარ ბედნიერი დღე ყველას მეორეთაც მოვალ